მჭადის შესახებ, საიდან წარმოიშვა ახლა მჭადი, მჭადის შესახებ არსებობს ასეთი თქმულება. არ ვიცი რამდენად რეალურია, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ასეთი თქმულება არსებობს, რომ ეს იყო მხოლოდ და მხოლოდ გლეხები ძველად საქართველოში ამუშავებდნენ მიწას და მარსული კულტურას სიმინდს მოჰყავდათ სიმინდი, შემდეგ ამ სიმინდს ამუშავებდნენ, ფქვავდნენ და იკვებებოდნენ ამ ქვილისაგან მომზადებული მჭადით. ხოლო მდიდრები, მემამულეები და ბატონები ბუნებრივია იკვებებოდნენ პურით, ძირითადად საკვები მათი პური იყო. გლეხებს კი არ ჰქონდათ საშუალება პური მიეღოთ. ამბობენ ერთხელ ნადირობის შემდეგ ერთ-ერთი ბატონი თავისი ამალით ბრუნდებოდა სახლში, მაგრამ შემოაღამდათ და იძულებული გახდნენ ერთ-ერთ სოფელში გლეხის ოჯახში გაეთენებინათ. გლეხმა პატივით მიიღო და რაც შეეძლო პატივისცა, მაგრამ მას პური არ ჰქონდა და ამიტომ ჭადები დააცხო ჩვეულებრივად და მიიტანა მაგიდასთან, სუფრასთან. როდესაც ბატონმა ეს გასინჯა და მიირთვა, ჯერ არ უნდათ მიიღოთ, მაგრამ რომ გასინჯეს ძალიან მოეწონათ და უთხრეს, რომ ესო ძალიან კარგი საკვები ყოფილაო და ამასო ჩვენსო სიამოვნებით მივიღებდითო და ამის შემდეგ ამბობენ, რომ ბეგარად, როდესაც ისინი ხომ კრებდნენ ბეგარას გლეხებისაგან, სიმინდი არ ეწერა მასში ბეგარაში და ამის შემდეგ დაემატა ბეგარა, რადგანაც კარგი ის იყო, მოეწონათ და ამის შემდეგ მათაც დაიწყეს მჭადის მირთმევა და დღეისათვის ის საკმაოდ გავრცელებული არის და უნდა გითხრათ, რომ ჩვენთან ხშირად უცხოელებიც არიან და ყოველთვის ძალიან საინტერესოდ და მოსწონთ ხოლმე.